საღამო მშვიდობისა გოგონებო, ყველას მოგესალმებით, იმედია რომ ჩემი ხმა ძალიან კარგად ისმის. დღეს ესე უმაკიაჟოდ შემოგეჭერით, იმიტომ რომ ნამდვილად არ მქონდა ახლა იმისი დრო და არც სურვილი რომ რაღაცნაირად მაკიაჟები და ასე შემდეგ გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა რომ გესაუბროთ. ძალიან მიხარია ერთი რამ რომ ყავს აქტიურობაში მამაკაცებიც ჩემს ვიდეოებზე, ვიცი ზოგიერთი რაღაც არ გსიამოვნებთ მამაკაცებო და ამისთვის ბოდიშს ვერ მოგიხდით, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრია. და ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო რამოდენიმე ქალბატონის კომენტარზე. ოღონდ რა თქმა უნდა განზოგადოებულად. იცით რა, ძალიან ბევრი ადამიანი იწერება, რომ აი რას ისულელებს ბოდავ, მაშინ როდესაც ადამიანებს არა აქვთ ფული, არა აქვთ საჭმლის ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეს პროგრამები მინდა აი ასეთ ადამიანებს უთხრა, რომ არის თქვენს თავში და სწორედ რასაც ამბობთ და რასაც უშვებთ კოსმოსში, ზუსტად ის გიბრუნდებათ უკან. არიან ადამიანები, რომლებსაც საჭმლის ფულიც აქვთ, ბიზნესიც აქვთ, ჯანმრთელობაც აქვთ და კარგი ცხოვრებაც აქვთ. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ, ჰორიზონტი და აბსტრაქტული აზროვნება სწორედ აი ამით შემოიფარგლება. აქედან გამომდინარე, ეს განსაზოგადოებელი არ არის და ყველას თავისი პროგრამა აქვს დასამუშავებელი. მე ვუსურვებ ასეთ ადამიანებს, რომ აი როგორც იტყვიან ხოლმე ჭიქაზე, ხო, მაგალითზე, რომ ესე იგი ნახევრად ცარიელი, ნახევრად სავსე ჭიქა დაინახონ და ვუგისურვებთ, რომ ნახევრად სავსე ჭიქა დაინახოთ და არა ცარიელი და ნეგატიურ პროგრამებში იცხოვრებთ. თუ ადამიანი მოინდომებს ჩვენ აბსოლუტურად ყველას გვაქვს იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ გადავიდეთ განვითარების სხვა ეტაპზე, მოვიზიდოთ უკეთესი ენერგიები, ფულიც გქონდეს, ჯანმრთელობაც გქონდეს, საჭმელიც გქონდეს, მოგზაურობაც და კარგი ცხოვრებაც. ასე რომ აი მსგავს კომენტარებს როდესაც ხედავ ხოლმე, ხო? მე ამარხსენ მხოლოდ მამაკაცებს არ ულანძღავს. ხოთა შორის ვიღაც ქალმა მითხრა, რომ შენ მამაკაცების კაცთმოძულე ხარო და მინდა გითხრათ, რომ არანაირად პირდაპირ შემიძლია გითხრათ და პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით მე მამაკაცები ძალიან მიყვარს, ასე რომ არა, ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი, რომელსაც ვაფიქსირებ და ყოველთვის დავაფიქსირებ. დღეს მექნება საუბარი იმ ქალებზე, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს მსხვერპლის როლის მორგება და დადანაშაულება თავიანთ, ასე ვთქვათ, გაუსაძლის მდგომარეობაში სხვა მამაკაცის, ასევე, რა ვიცი მე, ქვეყნის ხელისუფლების, რა ვიცი მე, ყველაფრის აბსოლუტურად, კრიზისის და ასე შემდეგ, კორონასი და ასე შემდეგ, ოღონდ არამც თავისი თავით. იმიტომ რომ რაც ჩვენ გვემართება ზოგადად, ეს არის ყველაფერი ჩვენი ბრალი და არც სხვა ადამიანის ბრალი არ არის და არც კორონავირუსის ბრალი არ არის და არც კიდე იმ ქვეყნის ბრალი არ არის, სადაც ცხოვრობთ. თუ არ მოგწონთ, არც ადამიანი არ მოგწონთ სიტუაცია, სადაც იმყოფებით, არაფერი არ გიშლით ხელს, რომ წახვიდეთ და გააკეთოთ ის, რაც თქვენ გინდათ. აქედან გამომდინარე, წუწუნი და ზლუქუნი არაფერს არ შველის ამ ცხოვრებაში. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, უნდა წახვიდეთ. მე დაახლოებით რამდენი წლის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ იყო ჩემი ადგილი საქართველოში, ვერ ვხედავდი ჩემს მომავალს იქ და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი უცხოეთში, გამიგრძელებინა ჩემი კარიერა იქ და არც არავინ მელოდებოდა იქ ხელგაშლილი და არც ფულებგაშლილი და ჯიბეგაშლილი და ჩემით გავაკეთე ყველაფერი. ხა ამით რისი თქმა მინდა ჩემო ძვირფასებო, ეხა ამას არ მოვჭრი, იმიტომ რომ ეზარება. ამით რისი თქმა მინდა, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ მოვინდომებთ და მსხვერპლის როლი არ უნდა შემოვირგოთ არანაირ ურთიერთობებში, არც მამაკაცის წინ და არც ჩვენი საკუთარი თავის წინ, იმიტომ რომ საკუთარი თავის უპატივცემულობა, საკუთარ თავის კონტროლის დაკარგვა ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. მამაკაცის დაკარგვა კატასტროფა არ არის, სამსახურის ფულის დაკარგვა კატასტროფა არ არის, კატასტროფა არის, როდესაც თქვენ კარგავთ თქვენ თავს. ეხლა დღეს გვექნება ამ მსხვერპლის როლზე საუბარი. მე არასდროს არ ვამზადებ არანაირ, ასე ვთქვათ, ტექსტებს და არაფერს, მაგრამ გუშინ საღამოს წასული ვიყავი, ყავაზე გასული ვიყავი და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი აზრები გავამყარო ყოველთვის ან წიგნებით, სხვა ადამიანის შეხედულებებით, ვკითხულობ როგორც ქრისტიანურ ლიტერატურას, ასევე მუსულმანურ ლიტერატურას და ვიპოვე ესეთი ძალიან, როგორ ვთქვა, საინტერესო წიგნი. ამ წიგნს ქვია გოგონებო, დაჩაგრულის ლოცვები. ანუ აქ არის აღწერილი, ეს არის ერთ-ერთი მუსულმანი მამაკაც, ანუ იმამის დაწერილი, წინამძღვრის დაწერილი წიგნი, სადაც არის აღწერილი თუ როგორ უნდა ილოცოს დაჩაგრულმა ადამიანმა. და ესეთ საინტერესო რაღაცები არის, თუმცა ეს ჩემთვის უბრალოდ სოფლხედულობის და აბსტრაქტული აზროვნების ასე ვთქვათ, გადიდების მხრივ, ხო? წავიკითხე ეს წიგნი, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ახლა გეტყვით.
და რატო? იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ შენ ხარ ღარიბი, შენ ხარ აი დაპროგრამებული ხართ, ხო? აი როგორ გვაპროგრამებენ ახლა თავიდანვე, ხო? როდესაც შევდივართ სკოლაში. ისწავლე, თორე იქნები უმუშევარი და არ გექნება სამსახური. ანუ არ იქნები მსახური. თუ არ ისწავლი, იქნები უმუშევარი და არაფერი არ გექნება. რა ვიცი, მე ძალიან ბევრი მილიონერი ვიცი, რომ სკოლაში არ სწავლობდა და მშვენივრად არის და მილიონები და მილიარდები აქვს და ვერ ითვლიან თავიანთ სიმდიდრეს და ისეთებიც ვიცი, რომლებიც 4 და 5 უმაღლესი განათლებით მაგისტრატურა, დოქტორანტურებით დღეს სილამაზის სალონებში მუშაობენ და ფრჩხილებს ქლებავენ. ანუ აქ ეს ამაში არ არის, რომ ჩვენი პროგრამა ესე უბრალოდ დაპროგრამება, რომელთაც გვაპროგრამებენ. აი ის ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ თურმე საჭმელი არ არის, არაფერი არ არსებობს, ყველაფერი იღუპება და ასე შემდეგ, ეს არის ტყუილი, ესეც პროგრამა, რომელთაც დაპროგრამდით. საჭმელიც არის, ყველაფერიც არის, ჰაერიც არის, მოგზაურობაც არის, ტანსაცმელიც უამრავი არის გოგონებო და ფულიც ძალიან ბევრი არის მსოფლიოში, რომელიც თუ სწორად მიიმართულებით, განვითარდებით და აირჩევთ თქვენს დანიშნულებას, რისთვისაც აქ მოხვედით, ყველაფერი გექნებათ. ეხლა მსხვერპლის როლზე მინდა კიდე ისევ გადავიდე. ნუ ეს ერთი პროგრამა. ეხლა მეორე პროგრამა კიდე რას გვიდებენ თავში გოგოებს ძირითადად. შენ უნდა იყო, ესე იგი, ერთხელ თუ გათხოვდი, მეორეჯერ გამოთხოვება არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის რა ვიცი უზრდელობა, ეს არის მიუღებელი და შემდეგ გათხოვილ ქალს, უბრალოდ განათხოვილ ქალს ვიღა მოიყვანს, თორე ძალიან კარგათაც მოყავთ 10 შვილიანებიც მოყავთ, 20 შვილიანებიც მოყავთ, ერთხელაც მოყავთ და 100 ჯერაც მოყავთ. ასე რომ აი ეს რაღაცა უაზრობები და ეს მსხვერპლის როლი, რომ ესე უფრო მარტივია, იმიტომ რომ სოციუმს ასეთი შეხედულება აქვს, აი ეს მსხვერპლის როლი უნდა მოიშოროთ, იმიტომ რომ თუ ეს მოირგეთ გოგოებს, ეს იქნება სამუდამო და იქიდან გამოსვლა ძალიან რთულია. მსხვერპლის როლი, აი ეს ჩვენი წინაპრების ის რომ ომში რომ მიდიოდნენ მაგათი პარტნიორები ჩვენში ხო ეს დნმ არის და ელოდებოდნენ 10 წლეულები და მე ის რო ეგონათ რომ მოკვდა და ეს რო უნახავდა ერთგულებას მაინც მკვდარს და მე საბოლოო ჯამში რო ხვდებოდა რომ ის კაცი ცოცხალია და შვილები წყავს და ცოლი წყავს ოღონდ სხვა ქვეყანაში და სხვა ადგილას აი ეს არის გოგონებო ის დნმ რომელიც თქვენ გაქვთ და მსხვერპლის როლ მორგებულები ელოდებით მამაკაცებს 24 საათი 2 წელი 7 წელი ზოგი 10 წელი და ზოგი საერთოდ ეს იგი თავის პირად ცხოვრებაზე უარს ამობს იმიტომ რომ ეძახის ვაი მე რა ვქნა მე მიყვარს აი ეს მსხვერპლის როლები არ არის საჭირო არანაირად იმიტომ რომ თუ ამ როლში დარჩით, ეს იქნება სამუდამო. თქვენი იქიდან ამოყვანა იქნება ძალიან რთული. აი ეს ჩემი წიგნი, რომელიც ეხება ქალებს, რომელიც უნდა იყოს სახელმძღვანელო თქვენთვის იმისათვის, რომ თქვენი საკუთარი თავი აირჩიოთ და ერთი ნაბიჯი გადადგათ საკუთარი თავისკენ, აი თეთრფრინავიც მოფრინდა. ერთი ნაბიჯი გადადგათ საკუთარი თავისკენ, აი ამას ეხება ზუსტად ასე რომ ვისაც წაკითხული არ გაქვთ, წაიკითხეთ გოგოებო, იქნება გაგინათდოთ გონება, გაგინათოთ ამ წიგნმა და ან რამე წაიკითხეთ, ან რამეს უყურეთ, ან რაღაცა გააკეთეთ. როგორ შეიძლება აი ესეთი მსხვერპლის მორგებულები იყოთ, მსხვერპლის როლი გქონდეთ მორგებული ყველაფერში. სამსახური არ მომწონს, მაგრამ მუშაობ 10 წელია უკვე ერთი და იგივე სკამზე ვჯდები ყოველ დილას და მოვდივარ 6 საათზე უკან. მერე ვუყურებ თურქულ სერიალს, მერე ვჭამ და მერე ვიძინებ, იმიტომ რომ ხვალ დილას ისე უნდა გავიღვიძო, გავაჩერო მარშრუტკა, დავქოქო ჩემი დრანდულეტი და წავიდეთ ისევ სამსახურში, სადაც 20 წელია დავდივარ. რატო აკეთებთ ამას? არ მოგწონთ, მაინც აკეთებთ. არ მოგწონთ ამ კაცის საქციელები, მაინც იქრჩებით. არ მოგწონთ ქვეყანა ან ქალაქისა და ცხოვრობს, მაინც იქ ხართ. განძრევა არ გინდა, ზარმაცები ხართ ძალიან ბევრი თქვენთაგანი. არა ხართ რისკიანები და იმიტომაც იხართ იქ სადაც ხართ. მე ანუ ეს არ უნდა დააბრალოთ არც ქვეყანას, არც კორონას, არც ეკონომიკურ მდგომარეობას. არც დოლარის კურსის აწევა დაწევას. ეს ყველაფერი არის თქვენში, შინაგანად. ეხლა მამაკაცთან, როდესაც მიდიხართ ესეთი მსხვერპლიანი როლით და რეალურად მამაკაცები ამას არაქვეცნობიერ დონეზე აუცილებლად კარგად ხვდებიან და ამჩნევენ. რა თქმა უნდა, ის კაცი თქვენ არც მოგივლით, არც გაგიფრთხილდება და თქვენ ისედაც მსხვერპლი ხართ და კიდევ მსხვერპლში რატო ჩაგაგდოთ? როდესაც ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია 5 სამსახურში ერთობლივად იმუშაოს, ეს მშვენიერი არის მისთვის. კი ბატონო, გინდა იმუშავე. არ გინდა? კაი, მე მივიმუშავებ. ეს არის ზუსტად პროგრამა, რომელიც კაცებს აქვს და მაგას ვიმეორებ სულ, რომ ნუ ართმევთ მამაკაცებთ თავიანთ როლს. თქვენი როლი მუშაობა და ფულის გამომუშავება არ არის. თქვენი როლი არის, კი ბატონო, გინდა დამოუკიდებლობა, გქონდეთ თქვენი პატარა საქმე, საიდანაც შემოსავალი გექნებათ, მაგრამ დოღის ცხენივით გავარდნილი 24 საათი გარეთ და მორბენალი და 24 საათი რო არ ყოფნით მაშინ დღეში, რომ თავი დაიბანოთ ელემენტარულად, აი ესეთი ქალი არ უნდა იყოთ. და აი ამას ვერავინ ვერ შემაცვლევინებს, აი ამ აზრს. ეს ჩემი სუბიექტური ინდივიდუალური აზრია, რომელიც არ შეიცვლება. ეხლა რას გვეუბნება ბიბლია? ითხოვე და მოცემული იქნება.
თხოვნა თქვენ არ იცით, ლაპარაკი თქვენ არ იცით, სამყაროსაც ვერ თხოვთ, ღმერთსაც ვერ თხოვთ. ღმერთის დაბნეულია როგორც ჩანს, ვერ გაიგო რა გინდათ, იმიტომ რომ ხან ისე გინდათ, ხან ასე გინდათ, ხან ეს როლი გინდათ, ხან ის როლი გინდათ. ანუ რეალურად თქვენ თვითონ არ იცით რა გინდათ. მიხვდით, ამიტომ უნდა გამოფხიზლდეთ და უნდა იცოდეთ რა გინდათ. და აი ზოგიერთი თქვენთაგანი ამ ყავს ისეთი გოგოებიც კონსულტაციაზე. ნე? სწორი ხარო გესმით, როგორ ჭიკჭიკებენ. კონსულტაციაზეც როგორი გოგო ყავს. თამო მე ვეგუები იმ როლს რაშიც ვარ და აი ვლოცულობ რომ იქნებ დამეხმაროს ღმერთი. ღმერთი არ დაგეხმარებათ თუ ხელი არ გაანძრია. რა თქვა ღმერთმა? ხელი გაანძრია და გიშველიო. თქვენ არაფერს არ აკეთებთ. თქვენ უბრალოდ გაწყობთ ეს რომ უიდე და ქალებს ძალიან უყვართ მსხვერპლის როლის მორგება. აქედან გამომდინარე გოგონებო. თქვენ იზიდავთ მხოლოდ იმას, რაც თქვენში არის. მე როდესაც აი ვაპირებდი უცხოეთში წასვლას, იცით რა იყო? მაშინ პატარა ვიყავი კიდე. აი ვფიქრობდი, მომწონს მე ეს ცხოვრება, სადაც ვარ არ მომწონს. აი ეს სახლი მომწონს, სადაც ვარ არა. ეს ქალაქი ქვეყანა მომწონს, არ მომწონს. ესეთი ურთიერთობები არც ეგ არ მომწონს. ანუ დავიწყე ძებნა გზების, როგორ წავსულიყავი იქიდან. მერე იქ რო ჩავედი, დავიწყე გზები, როგორ განვითარებულიყავი იქ. მერე დავიწყე გზები, როგორ კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყავი და შემდეგ. ზუსტად იგივე არის მამაკაცთან მიმართებაშიც. საერთოდ აზრზე არ ახართ 99% როგორი კაცი გინდათ. აი ისეთი აი რომ მომიაროს ეგეთ ისიც არიცით მოვლა რა არის პატივი რომ წეს არც ეგ არიცით პატივისცემა რა არის არაფერი არიცით ამიტომ ძალიან გირჩევთ მსხვერპლის როლი ჩამოიხსენით შეხედეთ რეალობას თვალებში სარკეში ჩაიხედეთ და კითხეთ თქვენ თავს რა მინდა მე რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს ყველაფერი მქონდეს და აი ეს უაზრო შეხედულებები რეებს ბოდავ ქალო მე არაფერს არ უპოტავ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, ჯერ ძალიან სამწუხაროა, რომ აი მსგავსი ადამიანები რომ მიწერენ კომენტარებს, ცოტა იყოს ის არის, აი ну კომენტარი კი კარგია, ყველანაირი კომენტარი, არც ბლოკავ, არც ვშლი, მაგრამ არაფერს არ უპოტავ. კი არ უპოტავ, უბრალოდ გეუბნებით ჩემ აზრს და თუ რაღაცას ახლა ვიღაცას ვუყურებ და ვხედავ რომ ბოდიალობს, გამოვრთავ და წამოვალ. რაღაცო ვუყურებ ბოლომდე ამ ვიდეოს და რაღაცო დავწერ კომენტარს, ხო? ესე იგი თქვენთვის საინტერესოა. ანუ აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, შეგიძლიათ ბოლომდე უყუროთ ამ ვიდეოებს და გამომიწეროთ კიდევაც და თან ეს ადამიანები თან follow-საც მიკეთებენ, აი ყველაზე მაგარი ეგ არის. არალოგიკური. და უსმინეთ კარგად და დაიმახსოვრეთ, იქნება გაგინათ და თქონება, ხო? კიდე რა მინდოდა მეთქვა. რაღაცა გვიენდება მე მგონი სიგნალი. მოიცოდეთ? ნალი გამეჭედა. ასევე იყო რამოდენიმე კომენტარი მამაკაცების მხრიდან, რომ მოდი გავიცნოთ ერთმანეთიო და მინდა გაგაწბილოთ, გათხოვილი ვარ და არანაირი გაცნობების სურვილი არ მაქვს, ასე რომ შეგიძლიათ არ გამიცნოთ და ასე ვთქვათ, დაკმაყოფილდეთ ჩემი ვიდეოებით. დღეს სულ აი ამის თქმა მინდოდა ჩემო ძვირფასებო, იმედია რომ საინტერესო გამოვიდა ჩვენი თემა, ქართული გრამატიკისთვის ბოდიშს გიხდით, კომენტარები დამიწერეთ, ბოდიშს გიხდით უმაკიაჟოთ რომ შემოგეჭერით, უბრალოდ ეხლა იმ მართლა არ შემეძლო არაფერს გაკეთება, მაგრამ აი ამ ყველაფრის თქმა მინდოდა. ძალიან დაკავებული ვარ დღეს დილიდან კონსულტაციები მაქვს, ასე რომ ძალიან კარგ და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ გოგონებო, ძალიან მიყვარხართ, ბიჭებსაც ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისათვის. ცუდი კომენტარები, კარგი კომენტარები, ყველაფერი ძალიან კარგია. ეს არის ჩვენი ერთობლივი, ასე ვთქვათ, განვითარების გზა და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, დროებით და გემშვიდობებით, დროებით.